ამ ვიდეოში დავაგებინოთ აზიურ სნექებს, რომელიც კეხნის წინ გამოიწერე მე და იმდივად არ გავიდა. ყენებს, საღეჭრეზინებს, თუქებს, კრეკერებს და ასე შემდეგ. და თუ ესეთი ვიდეოები მოგწონთ, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამეხმარეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, please. თუ მიყურებ ხოლმე და თუ გევასები, გამოიწერეთ ჩემი არხის რა პრობლემაა. და დავიწყოთ. ძალიან საყვარლობა. მოდი ახლა მოვიღოთ ყველაფერი და ნახოთ რა არის. დავითვალოთ რამდენი ნიუტია. 226 და მოკლედ დაახლოებით 40 ნიუტამდეა. ოღონდ ზოგიერთი არის ძალიან პატარა და მე მგონი საწუწნი კანფეტია და ზოგიერთი დიდი. ახლა რომლით დავიწყოთ? მოდი დავიწყოთ აზიური ლეისით. მე მგონი ლეისი, იმიტომ რომ ლეისს გავს შეფუთვით. ნახეთ როგორი ბრენდინგი აქვს. წარმოიდგინე არ მაქვს რისტი გემოთია. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ჩიპსია, არაფრით განსხვავებული. ტკბილია. ლიმონის გემო აქვს. რა გამრიელია, რაღაცა მოტკბოა, ლიმონის და არ ვიცი, ძალიან კაია. გამიშია. მოდი რამე გაზიანი დავაყოლოთ. ეს არის ძალიან საყვარელი რაღაცა რა. რომელიღაც ანიმედან არის, მე მგონი ნახატი. მანგოს გემოთი არის. ძალიან მაგარი სუნი აქვს. ტკბილი არ არის. მე მგონი მართლა გაზირებული წყალია მანგოს გემოთი. ვერ ვიტყვი ძალიან გემრიელია მეთქი, მაგრამ ფანდასალები არის რა. ნორმ. რამე მარილიანი მინდა. კაი, ეს მგონია რომ წესით იქნება მარილიანი. რა პატარა რაღაცებს უშვებენ, აი შტერდები, ეს ცალკე ვიყიდულობ. იცით რა არის? დიეტაზე რო არიან ხოლმე, სუმაგას რო ჭამენ, აი ეგ არის. ხლებცია. ეს არ არის approved, ამას არ შევჭამდი. ის ჩიპსი კაი. აი, შემდეგიც რაღაც მგონი ეგეთია. ნახოთ, ყველაზე მეტად რომელი მომეწონება, გეტყვით. ოღონდ ტკბილია. ეს ხლებცია. ტკბილი. ეს გემრიელია. ეს ასწორებს. თქვენ ალბათ არ დამეთანხმებოდით, მაგრამ ამას დავუწერეთ 9 გულას. იმის მიუხედავად დიდი არაფერი არ არის. უბრალოდ შაქარ-მოყრილი ხლებცია და მე მისწორდება რა. შემდეგი რა გავსინჯოთ? შემდეგი გავსინჯოთ აი ეს პაკეტი. სამწუხაროდ არაფერი ინგლისურად არ აწერია. რომ გავიგო. არამელის სუნი აქვს. აუ რატო ყველაფერი ტკბილი, მარილიანები მინდოდა. აუ ეს რა გემრიელია. ამას ავუწერდი. იმაზე გემრიელია, მაგრამ ის უფრო მომეწონა მე. ამას ავუწერდი 8 ქულას. ხრაშუნა, ოღონდ კარამელის გემოთი. მარილიანი კარამელის გემოთი. აუ როგორ ასწორებს? მე მგონი ამ სნექების გამოწერა ღირდა. გასაგებია რომ ძვირია, მაგრამ მაინც ღირდა. აუ რაღაცა კარ ხასიათზე დავდავი. მე მგონი რომ საზღვრობები იქნებოდა ძირითადად. რა არ არის? ეს არის Hello Kitty-ს რაღაც. არ ვიცი რა. აუ Amazon-იდან შეიძლება გამოვიწერო ხოლმე ესეთი რაღაცები და თუ გინდათ დამიკომენტარეთ რისი დაგემოვნება და გაინტერესებდათ ჩემგან და იმას გამოვიწერ. ძალიან ცხარებს არაფერს არ გამოვიწერ, იმიტომ რომ თულა. დიდად არაფრის სუნი არ აქვს. ამაზე ნეიტრალური არაფერი მიჭამია ცხოვრებაში მე მგონი. საერთოდ ვერ ხვდები რისი გემოგ, მაგრამ მაინც მისწორდება რომ ჭამ. კიდე მინდა რომ ჩაკბიჩო. არ ვიცი რა შევადარო. მაგრამ 5 ქულას დავუწერდი. გამისწორდა, მაგრამ არ იმსახურებს რომ გამისწორდა რა ხო ხვდებით. კარგი, რა იფჭამენ ამ აზიაში? ვერ წავიდეთ, შემდეგი არის შოკოლადის რაღაც. მეც როგორ ეს მარტივად ვჭამ, გეგონება შეიძლება რაღაც ისეთი ჩავკვიჩი, მაგრამ არ მგონია რა, ამერიკულ ბაზარზე რო ყიდიან ესეთ რაღაცებს, მგონია რომ ძალიან ჩვენებური გემოები ექნებათ რა. ვითომ ნაყინია, დიდი ძლალი. შოკოლადიანი ვაფლია. არ შევჭამდი, ამას დავუწერდი 4 ქულას. უკიდურეს უფრო გემრიელია. ზემოთ ძალიან ბევრი შოკოლადი აქვს. რავი. მაინც რო შევჭამა. შემდეგი არის რაღაცა კუკი პეჩენია. აი სუნი აქვს. აუ, დარიჩინის სუნი აქვს. ძალიან გემრიელი პეჩენია. 7 ქულას დავუწერდი. ეს კრეკერია, კარტოფილის კრეკერია. ყველის გემოთი. აუ, არ მევასებ ესეთ ტკბილებს რო ურევდა მარილიანს და ტკბილს და იმას და. აუ, დაიბრუნა. რა თხელია მეჭეყერე. მარტო ყველი ახატია და რაღაცა სიფუდის გემო აქვს. აუ, არის და მომწონს. ცუდი გემო აქვს, მაგრამ მომწონს. 6 ქულას დავუწერდი, მაგრამ ბოლომდე შევჭამდი.
ესეთი ვიდეოები თუ მოგწონთ, გთხოვთ რომ დამილაიქოთ აუცილებლად, იმიტომ რომ რატო არა და ჩემი არხი გამოიწერეთ. თუ რამდენიმე ვიდეო მაინც გაქვთ ჩემი ნანახი და ისწორდება თუ დართავთ ხოლმე და უყურებთ ხოლმე, გამისწორება თუ გამოიწერეთ. და აუცილებლად კომენტარებში დამიწერე რა გადავიღო ხოლმე. ყველა კომენტარს ვკითხულობ, აბსოლუტურად ყველას ვკითხულობ ხო და გაითვალისწინეთ, რასაც დამიწერთ, ოდესმე გადავიღებ. ოდესმე. მალე არ ვიცი, მაგრამ ოდესმე. და ეს ბაყაყის რაღაცა ხო არ გავსინდეთ, ტრეკერები. კავაი კუკის საწერია. Ew. Ბილია. ძალიან მსუბუქი გემოგდა, ფშვენადი. მაგრამ ცარიელი შაქრის გემოგდა, მეტი არაფრის. არ მომეწონა. ამასაც ხურხურლას დავწერდი. ისეთი არ არის, რომ საერთოდ არ შევჭამო, მაგრამ boring გემოგდა, მოვიწყინე. ამასაც წერია mango. ამაც ძალიან უყვარს მე მგონი mango. ამ ვიდეოს მე მომიკითხეთ, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერს ვადაქონდეს გასული და მე მოგვდე. და like-ით, შეიძლება მოგვდე და ჩემი ბოლო ვიდეო იყოს. საზღერსუნი აქ. შემოկაი. ესეთი ვაფლები ძალიან მიყვარს ბანანის გემოთი. ძალიან კაია. მანგო არ მიყვარს, მაგრამ ძალიან კაია. ამას დავწერდი 8 ქულას იმის მიუხედავად რომ მანგო არ მიყვარს. მართლა კაია. მაგრამ ასწორა. აი ეს გაფერილი პუტკუნა რაღაცა არის ნამდვილი მოჩი. იცლალის ბუდვადალბილი. მგონი რომ საზიზღრობა იქნება. ამის მეშინია. მე დავწერდი ნო. მტვრიანი ფელამუშის გემო აქვს რა. გამხმარი მტვრიანი ფელამუშის. მივაწვევთ ისევ ნაყინიანი მოჩების ჭამას. აბა ნახო ზეფირი როგორია? ისეც მოჩის გავს. ზეფილი. ყვე. შეგინდა მარწყვის გემო მე მგონი. მე ჩაოლებერი ზეფირი მიჩვენია. მე ესეც გემრიელია. მე დავწერდი 6 ქულას. ამიტომ ჩაოლებერი ზეფირი ჯობს. აბა კიდე რა გვაქვს აქ საინტერესო. კიდე ზეფირი გვაქვს. მარწყვის ზეფირია მე მგონი. აი ციტი გავალე. აი. ამასაც რაღაც აქვს შეგინით, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდები რა. ესეც 6 ქულის იყოს. ძალიან საინტერესოა ისეთი რაღაცების ჭამა, რის გემოსაც არ ელოდები და არ იცი რა ამოგივა რა. დაგემონებებს კი ვიღებ ხოლმე, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მეთქი ერთი პერიოდი ყველამ დაგემონებები რო გადავიღეთ და ასე შემდეგ, მე მეთქი გამიტყდა რა, რომ სულ დაგემონებები რა პონტია თქო, მაგრამ თქვენ თუ გევასებათ, გადავიღებ ხოლმე. ეს რა არის? რაღაცა ჩხირებია, მოდი გავსინჯოთ. ესეთი ცოტა როგორი იყიდება? აურა ცუდი სუნი აქვს. თეთრი შოკოლადის ჭხირებია რაღაცით, თქო საზღარი გემოგდა. ამას დავუწერდი ჩემთვის 1 ქულას. შემდეგი გვაქვს ესეთი დაწნული რაღაც. არც ამას არ აწერია არაფერი, უბრალოდ ჩვენთვის გასაგებინაზე არ აწერია არაფერი. ზეში შემწვარი შაქრიანი სუნია რა. ნახეთ რა ლამაზია. პური რო შეწვა ზეთში და ოდნავ შაქარში ამოვალო, ეგეთ გემოგდა. მე მომწონს. არაფერს გემო არ აქვს, მაგრამ მე მომწონს. 6 ქულას დავუწერდი, შევჭამდი. აი, მაგით სავსე თასი რომ ედოს წინ შევჭამდი. იმის მიუხედავად რომ არაფერს გემო არ აქვს საერთოდ. ოდნავ სიტყვა დაკრავს. Hello Kitty. ეს არის ჩოკოპაია ეს. Hello Kitty ახატია. ჩოლებრივი სუნი. აბსოლუტურად ჩოლებრივი. ჩოკოპაია. არაფრით არ განსხვავდება. ნორმა 6 ქულაა ჩემთვის, მაგრამ უფრო მეტის დაწერა შეიძლება. ეს პოკი გვაქვს. ესენი ძალიან მეყვარს შოკოლადიანი ჭხირები. და თან ბანანის არის და შოკოლადის და ბანანი და შოკოლადი ისეთი დუოა რა. ყოველთვის ამასლებს. აუ რა კაი. როგორი ბანანის სუნი აქვს იცით? ეს გამერელია. მაგრამ ძალიანაც არ მეყვარს ხელოვნური ბანანის გემო. მარწყვის მიჩვენია. თავისუფლად 8 ქულას დავუწერდი. ნორმა. თან ეს ბევრია. ეს პატარა საკენკი რო დაგვიყარეს, ეგრე არ არის რა. კარგი იყო. ესეც Hello Kitty-ს არის. Hello Kitty საჭმელებში რატოა ესეთი პოპულარული? ამას შოკოლადი აქვს და უნდა მოვზა. ოპა. აი ბისკვიტს აქვს საზღარი გემო. პლასმასის გემო. ამასაც არ შევჭამდი. ამას დავუწერე 1 ქულას. Hello Kitty რაღაცა ვერ ამართლებს, ხო? მოდი ჩვენი ბანანის პოკი ამოვაწოთ. ეს გაია. შოკოლადში არ არის პრობლემა, ბისკუტშია. აი ეს რაღაც დაგვრჩა, რომელიც ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან სველია, ნოტიოა შიგნით. მანგოს მოჩი ყოფილა ეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი მანგოსი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ გაიგეს რომ მე ვიწერდი და მოდიო ანანოს რაც ყველაზე მეტად ძულს ის ჩაუდოთო ყველაფერიო და მანგო ჩადეს. ესეთი ჟღვინტლიანი მანგოს მოჩი გვაქვს.
ასეც ნული. საზღვრობა. ფუფ, ბევრი გემრიელი რაღაც არდებს რა აქ მოკლედ. ასეც რაღაც ასაყვარელი ბიჭუნა ახატია რომელიღაც ანიმედან. ხლეცი. ამას აქ ძალიან ძლიერი. ისიც რისი სუნი აქვს? ყამცენარის სუნი აქვს. ნოვრები აყარია. გადავედით მართლა აზიურ რაღაცებზე. ეგეთი ძლიერი გემო არა აქვს, როგორც სუნი აქვს რა. საბოლოო ჯამში ოქულას დაუწერდი. ამას ბოლომდე შევჭამდი რო რამე რა. გული არ ამერეოდა, მაგრამ არც გამისწორდებოდა მთლად ეს რომ უნდა მეჭამა რა. კარგიო. მე მგონი ყველაფერი რაც საკბეჭი და სახრაშუნო იყო გავსინჯეთ. ეხლა დაგვრჩა კანფეტები. ეს დაგვრჩა ჟელე. პროსტა ჟელე რატო უნდა შეჭამო არ მესმის. ძალიან დიდი ბოდეში, მაგრამ ეს არის ერთადერთი რაღაცა, რაც აქ ვერ დავაგემოვნე. ყველას ხო ნული დაუწერე. ეს ჩემთვის არის მინუსებში უკვე. მაგრამ სინამდვილეში განა გემოა ცუდი. მარწყვის გემო აქვს. უბრალოდ ჟელატინია და საზღარი ტექსტურა აქვს რა, ძალიან თანთალებს და ადვილად იშლება პირში. ამიტომ საზღვრობაა ჩემთვის. ამის გასინჯვა მინდა, ოღონდ ვიდეოებში რო უყურებ ხოლმე, ხეთქავენ კბილებით. ეხლა მე რო კბილებით გავხეთქო, სულ გადაიწუწება ყველაფერი. საზიზღრობა. ესეც 0. ძალიან ტკბილია. ჟელატინივით არის. ფუ, ვაიმე რა ტკბილია. საძაგლობა. კიდე კაი მთლიანად არ დავლიე მარტო ჩემო. ეს გავსინჯოთ. პატარა საყვარელი დათუნია ტიკერი რო ახატია. ესეთი ცისფერი ჟელიბონივითა. დანადულად იღეჭება. ძალიან შაქრიანი და ტკბილი, ამიტომ ამას ავწერდი 6 ქულას. დღეს არაფერი არ გვაქვს 10 ქულის. ძირითადად სუდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაფერმა. უფრო კვაყოფილი ვარო კონტენტი გავაკეთე, მაგრამ არა ვარ კვაყოფილი რომ გემოები არ მომწონა. კაი. ამაშიც ბევრი ჟელიბონი ყრია. აღარ? ეს ესეთ მომეწონება. ძალიან ხელოვნური გემო აქვს. ანუ ტექსტურით ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ რთულად იღეჭება. მაგრამ გემოთ ეჯობია რა. ამ სნეკბოქსში მაგარი ბანძირად და იაფასიანი რაღაცები შემომტენეს. ეს რა არის? საღეჭი რეზინია? რა ნასწრაფის უნდა? ყურძნის სუნი აქვს. ასე მგონია ღვინოს ღვეჭა უყოდ მართლა. არა, კავე, არა. ამას დავწერე 4 ქულას. ცუდი რაღაცები შემოგტენეს ბავშვებო. ესეთ კანფეტებს გავსინჯა, რომელსაც ქოქოსი ხატია. ესეთია. ამასაც ლობიუს გემო აქვს რა. ფუ, რა უბედურება. 0 ქულა. კანფეტია ჩასაღეჭი, შიგნით ჟელე. საწუწნი კანფეტია. ოი რა. ყველაფერს მე არ ჩავღეჭავ აქ. მოდი ესეც გავსინჯოთ. ნახოთ აბა. ესეთ ბოქსებში არ უნდა იყოს რა საწუწნი კანფეტები რა სულელია. აი კარამელს რო ქოქოსის გემო ქონდეს, ეგეთია ზუსტად. კარამელია ქოქოსის არომატით. ეს კაია. ცუდი user experience-ია, იმიტომ რომ ძალიან ბრტყელია და ენაზე ბოლომდე არ გხვდება რა. მრგვალი ჩუპა-ჩუპსები ჯობს ესეთ ბრტყელს. არ არის ცუდი. აი, მრგვალი ჩუპა-ჩუპსიც გვაქვს, რომელსაც რა ხატია? ძროხა. 2 ფერია. შოკოლადის გემო და კრემის. დებილობა. იაფასიანი შოკოლადის გემო აქვს. ბოლოს აი ეს ფორთოხლის ყევი დავღეჭოს და დავამთავროთ. ნელა. დამელაიქე ვიდეო, მეც გამომიწერე. თავი გავწირო და კიდე რაღაცა ესეთი უგემურობები დავაგემონო. და დამიკომენტარე. ის ემოჯი ლიმონის. იმიტომ რომ ფორთოხალს ჭამე. ბაი.